გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გასულ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო ტრამპის ინაუგურაცია, რომელზედაც ილაპარაკა ყველამ, ვისაც ლაპარაკი შეუძლია თუ არ შეუძლია და ალბათ ამიტომ ჩემი აზრი ამის შესახებ აღარ იქნება საინტერესო. მით უმეტეს რომ არაფერი ორიგინალური აზრი იმ ინაუგურაციის შესახებ მე არ გამაჩნია. იმაზედაც არ ვილაპარაკებ თუ რა მოლოდინი მაქვს ამერიკის ახალი ძველი პრეზიდენტისგან. ესეც ჩემი გასარჩევი თემა არაა. ამაზე ანალიტიკოსების ჯარი და ლეგიონია და მათი ლაპარაკონ. ერთ რამეს ვიტყვი ფრთხილად. მგონია რომ დონალდ ტრამპის მმართველობაზე ახლა ლაპარაკი სრულიად ნაადრევია. აი 4 წლის მერე მექნება იმის საფუძველი რომ ვილაპარაკო ტრამპის მმართველობაზე. ასე რომ ეს თემა ჩემთვის დახურულია. გასული კვირის მეორე ამბავი ტელეკომპანია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის 2 საათიანი ინტერვიუა რადიო თავისუფლების წამყვანის ნასტასია არაბულთან და აი აქ კი ბევრი შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა. რომ არ ვიცოდე რომ ნასტასია არაბული ჟურნალისტია და ირაკლი რუხაძე მასთან ინტერვიუზე კეთილი ნებით მივიდა, ვიფიქრებდი რომ ირაკლი რუხაძე პროკურორთან იყო დაკითხვაზე. ერთ მომენტში ნასტასიამ შეაწყვეტინა და მკაცრად უთხრა ან ხომ ითხარით ან არა და ეს ძალიან მესიამოვნა ბრჭყალებში რასაკვირველია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ნასტასია არაბული აკრძალულ ხერხებს მიმართავდა რათა გაეტეხა და არ შემეშენდება ამ სიტყვის დაემცირებინა ირაკლი რუხაძე, მაგრამ ვერ შეძლო. ირაკლი რუხაძეს ჩემი დასაცავი არაფერი სჭირს, ერთს ვიტყვი რომ მეჩვენება საკმაოდ გულწრფელი ადამიანია და ყველა უხერხულ კითხვას პირდაპირ პასუხობდა მოკიბვის გარეშე. დიახ, ის არ არის პოლიტიკოსი, ის ბიზნესმენია და შეიძლება პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, უფრო ფრთხილად გაეცა პასუხები მოპროკურორო ჟურნალისტისთვის. ჩემთვის ჭეშმარიტი ინტერვიუერი ჟურნალისტი იყო ლარი კინგი. იცით ალბათ ვინც არის ლარი კინგი. ლარი კინგმა 40,000 ინტერვიუ ჩაწერა. ვინ არის მისი რესპონდენტი? პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ვარსკვლავი და ასე შემდეგ. მისი ინტერვიუების მთავარი პრინციპი იყო ის, რომ ის უხერხულ კითხვებს არასდროს სვამდა და ამით მოსაუბრეს გაცილებით მეც ალაპარაკებდა ვიდრე არაბულისნაირი სარკასტულ სადისტური მეთოდიკით. მაგრამ გასაგებია რომ არაბულს დავალება ჰქონდა მიღებული ყველა არსებული ძალისა და მეთოდის გამოყენებით უნდა გააშავო, დაჩაგრო, დააბულინგო, მიყვარს ეს სიტყვა. დააბულინგო ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის მფლობელი. და ისიც ცდილობდა. ლარი კინგის წიგნი მაქვს წაკითხული და იქ წერს რომ როგორც ახსოვს მან მხოლოდ ერთხელ დაუსვა რესპონდენტს უხერხული კითხვა და ეს რესპონდენტი იყო ჩვენი ძვირფასი და საამაყო ვლადიმერ პუტინი. ეს ინტერვიუ შედგა 2000 წელს, ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც პუტინზე მსოფლიო სულ სხვა ფსონსდებდა და ეგონა რომ რუსეთს როგორც იქნა ეღირსა და ახალგაზრდა და პროგრესული მართველი ჩაუდგა სათავეშიო. მართალია, მაშინაც მქონდა ეჭვი, როგორ შეიძლება კგბ-ს პოდპოლკოვნიკი იყოს პროგრესული მეთქი, მაგრამ ჩემთვის ვინახავდი ამ ეჭვებს, ხო და? ლარი კინგმა მაშინ პუტინს კითხა, რას იტყვით წყალქვეშა ნავი კურსკის შესახებ და პუტინმაც სრულიად მშვიდად უპასუხა, ის ჩაიძირა, ანა უტანულა. კინგმა უცებ შეცვალა დიალოგის თემა და სხვა მიმართულებით წაიყვანა საუბარი. კი ვეტყოდი ნასტასია არაბულს რომ თვითგანვითარების მიზნით წაიკითხოს ლარი კინგის წიგნი How to talk to anyone, anytime, anywhere. ანუ როგორ ელაპარაკო ნებისმიერს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ქვესათაურით კარგი კომუნიკაციის საიდუმლოებანი, მაგრამ არ ვეტყვი და იმიტომ არ ვეტყვი რომ ჯერეთი ჩემი ნათქვამი ნასტასია არაბულისთვის იქნება სიცარიელეში გასროლა და მეორეც ნასტასია არაბული
მიუკერძოებელი ჟურნალისტი არა, ის არის მიკერძოებული მხარე. მეგობრებო, ვისაც არ გინახავთ ეს ინტერვიუ მოიძიეთ YouTube-ზე და გაეცანით. გამეორდებით და ვიტყვი, რომ ამ ინტერვიუში ჩემთვის ნასტასია ფილიპოვნა რა იყო, არაბული, უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ირაკლი რუხაძე. მე მგონი ეს ინტერვიუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს ლექციაზე, როგორ არ უნდა აიღო ინტერვიუ. თუმცა რადიო თავისუფლებისგან სხვას რას უნდა ელოდებოდე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.